ნიღბების ღამე გრძელდება. იქნება სასტიკი და ულმობელი თამაში. თქვენ ერთი გაფრთხილება უკვე გაქვთ. ხმა გავიგე. ორ ჩადრო. გაფრთხილება კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიღებულია. არა. გაფრთხილებას მიიღეთ. გეწყინა. არა. მოგესალმებით მაგიდის წევრებო. მოგესალმებით ტელემაყურებლებო. კვლავ კვირასაღამო და ეს არის თამაში ნიღბების ღამე. დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები არიან. პირველი ნომერი თიკა მახალდიანი. ორი ნომერი სალომე გოგიაშვილი. ნომერი 3 ჩონზო. ნომერი 4 ავთო გვასალია. მოგესალმებით. ერთი სული მოქვს დავიწყო თამაში. მე უკვე ვიცი ჩემი როლი და ვფიქრობ რომ არ გამიჭირდება თამაში. მადლობა. ნომერი 5 მაკა შალიკაშვილი. მოგესალმებით. ჩემი როლი უკვე ვიცი. გამომდინარე აქედან ვნახოთ. მადლობა. ნომერი 6 ლადო ჯანელიძე. მოგესალმებით. არასოდეს არ მაქვს თამაში ნათამაშები, არც ვიცი წესები, არც არაფერი, იმედი მაქვს რომ კარგად გამომივა ყველაფერი. ნომერი 7 თამუნა ამონაშვილი. მოგესალმებით. მივესალმებით ჩემს კოლეგებს. ამ ჩავწარ სტუდიას და იმედია ჩემს მიმართულებას დავიცავ ბოლომდე. მადლობა. ნომერი 8 ნიკოლოზ გაბელია. მოგესალმებით. გამარჯობა. ძალიან მიხარია და სასიამოვნოა თქვენთან ერთად თამაში და იმედია ვისიამოვნებთ დღევანდელი დღით. ნომერი 9 ლუგზარ კვაშალი. გამარჯობა. რუსთავიორს ყოველთვის ძალიან ძლიერი და ლამაზი პროექტები ქონდა და ესეც ერთ-ერთი დარწმუნებული ვარ, ესეც ძალიან კარგი და ლამაზი პროექტი იქნება, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. პირველი მაგიდიდან საფინალო მაგიდაზე გადავიდა ლევან სუხიტაშვილი, ხოლო მეორე მაგიდიდან რა თქმა უნდა თიკა ჯამბურია დაამშვენებს საფინალო მაგიდას. მაგიდასთან არის ორი გუნდი. ნიღბიანები და უნიღბოები. მაყურებელი ხედავს თქვენს გულის ცემას. დიახ, სამაჯურები რომელიც თქვენ გიკეთიათ, ჩვენ გვაძლევს თქვენი პულსის ვიზუალიზაციას. ატიასანმა მოქალაქეებმა უნდა ამოიცნოთ ნიღბიანები და უნდა გაწმინდოთ მათგან მაგიდა, ხოლო ნიღბიანები თავის მხრივ ეცდებიან რომ მაქსიმალური იყონონ იმისათვის რომ თავი გადაირჩინონ. უკვე გაიმართა ფარული კენჭისყრა, კი ბატონო, თქვენ უკვე იცით თქვენი როლები, რაც იმას ნიშნავს რომ თამაში უკვე დაწყებულია. მე უნდა გითხრათ რომ ყველა მოთამაშეს საუბრისთვის მიეცემა 1 წუთი. თუ 1 წუთს გადააცილეთ ან სხვას ჩაერთვებით საუბარში, მიიღებთ გაფრთხილებას, ხოლო მეოთხე გაფრთხილების შემთხვევაში დაემშვიდობებით თამაშს. აქვე უნდა გითხრათ რომ გამარჯვებულ გუნდს ვულევუ გადასცემს საჩუქრებს, ხოლო გამარჯვებული გუნდიდან ერთ-ერთი გადავა საფინალო მაგიდაზე. მაშასე თამაში იწყება, მაგიდა იხსნება და მაგიდას ხსნის ნომერი 1, ერთიანის 1 წუთი. მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. ჯერ უბრალოდ დაკვირვების ფაზაში ვიმყოფები. და ვერ დავასახელებ ვერავის, არ ვიცი. მადლობა. ორიანის 1 წუთი. მოგესალმებით ყველას. აქ ძირითადად უმეტესობა ჩემი მეგობრები სხედან. წინასწარ მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რომ მომიწევს ალბათ ვიღაცის დასახელება, ვიღაცაზე ხელისაწევა, ვიღაცის გაგდება. ამიტომ წენის გარეშე მინდა რომ ამ თამაშის მერე ისეთივე სათნოები, ლამაზები და ტკვილები დავჭეთ ერთმანეთისთვის და იმედია რომ არ გეწყინებათ. წარმატებებს გისურვებთ სულ ყველას. მე ვიცი რომ ძალიან ძლიერი მოთამაშე მიზის გვერდით და იმედი მაქვს რომ არ დავიჩაგრებით თქვენს ფონზე, თუმცა ყველას რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებებს და მთავარია რომ ასამახსოვრებელი თამაში იყოს. მადლობა. 3 ნომრის 1 წუთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას.
მინდა მადლობა გადაუხადო პროექტის წამყვანს პირადად და მთელ სტაფს იმისათვის, რომ სანამ სტუდიაში არ მოვიდოდი, წარმოდგენა არ მქონდა ამ თამაშთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი გამარკვიეს ყველაფერში, მეცაც გეტყვით, არც კი მყავს ისეთი ახლობელი ადამიანი, რომელსაც ამ თამაშთან დაკავშირებით რამე შეხება აქვს და მე ექნება დაკვირვებული ადამიანის სტრატეგია ამ თამაშში და შევეცდები გამოვიცნო და დავამარცხო მიღბოსნების გუნდი. მადლობა სამიანს. 4-იანის 1 წუთი. მოგესალმებით. ხო, ნომერმა 3-მა მართალია თქვა, რომ მას თითქოს გამოცდილება არ აქვს ამ თამაშში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რეალურად ყველაფერი პირიქით არის და მიხარია ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ის არ იქნება ნიღბოსანი, დაგვეხმარება მისი გამოცდილება. რაც შემეხება მე, თავიდანვე ვთქვი, რომ პატიოსანი მოქალაქის ამპლუაში თამაში უფრო საინტერესო იქნებოდა ჩემთვის და ასეც არის ნამდვილად, იმიტომ რომ არ მომიწევს რეალურად თამაში. ვიქნები ის, ვინც ვარ რეალურად, მოვისმენ თითოეული თქვენგანის აზრს და ვფიქრობ, რომ საერთო სტრატეგიით და საინტერესო მსჯელობით შეგვიძლია გამარჯვება. წარმატებები ჩვენ, პატიოსან მოქალაქეებს და წარმატებები ნიღბოსნებსაც. მადლობა 4-იანს. 5-იანის 1 წუთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს, რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტ წარმატებას საკუთარ თავს ვუსურვებ. ძირითადად ესეთი უმციკლო სახის ჩემი ჩათვლით უკან საკმაოდ ესე იგი რა იმალება კაცმა არ იცის, მაგრამ ეგებ გამოვიცნო რაღაცნაირად, შევეცდები ყოველ შემთხვევაში და მინდა ერთი რამ თქვა, ნიღბოსანი ვიქნები თუ პატიოსანი, ეს არის თამაში და ზუსტად ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, მონდომებით შევეცდები დავიცვა ჩემი თავი და ის ადამიანი, შეიძლება ის ადამიანი გავწირო კიდეც, იმიტომ რომ საკუთარი თავი გადავირჩინო, ამიტომ იქნება სასტიკი და ულმობელი თამაში. ეხა აქ ტყუილა ვლაპარაკობ ჩვენ. მადლობა დრო ამოიწურა. 6-იანის 1 წუთი. მოგესალმებით, ძვირფასდელი მაყურებლებო, ისე მოგესალმებით ამ არაჩვეულებრივ კოლექტივს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე არავის არ დავასახელებ ინტუიციით. მე მხოლოდ არგუმენტებით ვითამაშებ დღეს და ის რომ შონზომ როდესაც თქვა რომ მე არაფერი არ ვიცი, არასოდეს არ ვითამაშია და ამ დროს ყველამ ვიცით რომ შონზო კი მაგარია და რაღაცა. ანუ მე არ დავასახელებ მაგიტომ რომ ის მაგარია. მე დავასახელებ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ადამიანს თუ მასზე არგუმენტი მაქვს და უკვე რაღაცა გამიჩნდა, მე შეიძლება ითქვას 5 ნომერთან დაკავშირებით და რატო? იმიტომ რომ მე ჩემ თავს დავიცავ. აი ესე დაიწყო ტექსტი, მონოლოგი, რაც კიდე დაარქვით. ну, ყოველ შემთხვევაში მე ჩემი მოსაზრება ჯერჯერობით აი პოლემიკის საშუალება მაქვს. გაფრთხილების ხარჯზე შეგიძლიათ რომ თქვათ თქვენი სიტყვა. სულ ეს იყო ამ ეტაპზე რისით მაც მინდოდა. მადლობა 6-იანს, 7-იანს უნდა მოусმინოთ ახლა 7-იანის 1 წუთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ჩემმა კოლეგამ კარგად აღნიშნა თვითონ ეს თამაში სპეციფიკურად ძალიან ისეთი დაუნდობელია. ინტუიციურად მე რაღაცნაირად შევძლებ, რომ სწორი მიმართულებით ვიაზროვნო და სწორი მიმართულებით მივიღო გადაწყვეტილებები. მადლობა, უღრმესი მადლობა. 8 ნომრის 1 წუთი. რასაც უყურებ ჯერჯერობით ახლა გამორიცხულია, რომ ვიღაცაზე თქვა, რომ ეს არის გინდა თუ არა ნიღბიანი, იმიტომ რომ ჯერ არავინ არ შეცვლილა, არც სახე შეცვლიათ. კარგი მოთამაშეები ჩახართ როგორც ჩანს და იმედი მაქვს, რომ ეს არ გაგრძელდება და 1-2-ს მაინც წამოვიჭერთ. დიდი მადლობა. 9 ნომრის 1 წუთი. ამ თამაშს ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან ისეთი თამაში იქნება. რატო? იმიტომ რომ ახლა უყურებდი და ვიცვლიდი მომღერალი რამდენია, მომღერლებთან ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ შეიძლება ისე შეინიღბონ, რომ ვერ გამოვიცნოთ. მაგრამ არ ვიცი, მე მაინც თამაშის იმაზე ვარ აგებული და როგორც წარიმართება, გადასარევად მივყვები, რომ მეც პირველად თამაშობ ამ თამაშს.
პირველი წრე ამით ამოიწურა, ახლა ემზადებით უნდა დაბნელდეს. ხდება პირველი ნიღბების ღამე, მათ ასე ყველა ვიფარებთ ნიღაბს. ნელდება. იმ ორმა ნიღბიანმა ახლა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოიხსნას ნიღაბი და გაიცნოს ერთმანეთი და შემდეგ უნდა გვანიშნოს ყურადღებით გადაწყვეტილება მიღებულია. სულ რამოდენიმე წამში მაყურებელი მაგიდის წევრებთან ერთად გაიგებს თუ ვინ დატოვა თამაში. ნათდება და ყველა ვიხსნით ნიღაბს. ყველა ვიხსნით ნიღაბს, საკმაოდ რთული ღამე გამოვიდა. დაძაბული. მაშასე. ახლა ერთ-ერთი თქვენგანი დატოვებს მაგიდას. მაგიდას ტოვებს ნომერი ნომერი 3. სამიანის 30 წამი. ბოლო სიტყვა. ბოლო სიტყვა გახლავთ პირდაპირ ანდერძი რომ გონია ერთ-ერთი მაფიოზი ნომერი 5 გამომდინარე იქიდან რომ მის სპიჩში მოვისმინე ორი ურთიერთ გამომრიცხავი რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვიქნებიო პატიოსანი მოქალაქე თუ ნიღბოსანიო მე მაინც ჩემ გუნდს დავიცაო და შეიძლება გაგდებაც მომიწიოს ერთ-ერთისო და თუ პატიოსანი მოქალაქე იქნები ვერავის ვერ გააქვს. მონდომებით შევეცდები დავიცვა ჩემი თავი და ის ადამიანი შეიძლება ის ადამიანი გავწირო კიდეც იმიტომ რომ საკუთარი თავი გადავირჩინო ამიტომ იქნება სასტიკი და ულმობელი თამაში. მადლობა. დრო ამოიწურა მემშვიდობებით 3 ნომერს. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ თამაში. თამაში გრძელდება და ახლა მოგეცემათ საერთო წუთი, სადაც ყოველ თქვენთაგანს აქვს საშუალება რომ ისაუბროს. მაშასე, საერთო 1 წუთი. დრო ჩაირთო. მინდა ანუ შონზოზე ფიქრობდი საერთო თავიდან ეხა ესე რო აიღო რა უბრალოდ ვიცოდი რომ გააგდებდნენ. იცი რა, თან მე პირადად ვიცოდი რომ ძალიან ძლიერი მოთამაშე იყო და აუცილებლად დავტოვებდი რომ ბევრად უფრო აზარტული ყოფილიყო თამაში. მაგრამ რატომ მოიშორეს ეგ ვერ გავიგე. ნუ მარტივია. მე სიმართლე გითხრათ ფიქრობდი რომ ნომერი 3 დატოვებდა, იმიტომ რომ თავიდანვე თქვა რომ ვიცოდი ჩვენ რომ მას გამოცდილება ჰქონდა და ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე იყო. ეს ხარ გულისხმობს რომ თქვა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი მე რო იღბოსანი აუცილებლად გავაგდებდი ნომერ 3-ს. გააგდო შენ მაგალითად რომ ციხო სიტყვაზე. კი ბატონო, ანუ რეალურად პირველივე ჯერზე ჯობია რომ რა თქმა უნდა გააგდო ძლიერი მოთამაშე, ხო? მთავარი ეგ არ არის იმის ახსნა რატომ გავარდა ნომერი 3. მთავარია აქედან ამოიწურა დრო. ძალიან გთხოვთ, ამოიწურა დრო, ამოიწურა, არავის აღარ გაქვთ ლაპარაკის საშუალება. ახლა დაიწყება წრე, როცა გაქვთ საშუალება რომ დაასახელოთ თქვენი კანდიდატები. მაშასე მაგიდას ახლა გახსნის 2 ნომერი. 2 ნომრის 1 წუთი თქვენ გაქვთ დრო რომ ისაუბროთ და შეგიძლიათ რომ დაასახელოთ კანდიდატები. ძალიან მაინტერესებს ახლა ისინი. 2 ნომრის. ქალბატონო. ესე იგი, მართლა ძალიან დავიბენი, იმიტომ რომ ამ არაჩვეულებრივი ადამიანის გაგდებით ცოტა ავირიე. ნუ, პრინციპში, თუ ვინმეს აი ახლა მოთამაშეებიდან დავასახელებდი, მაკამაპატი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, იმიტომ რომ მივიღო 5 ნომრის კანდიდატურა. ხო, არ ვიცი, ახლა აი ბიჭებს პირველად შევხვდი და ფიზიკურად არ ვიცი, მათი აი რაღაცა რეაქციები და ნუ აი მაკა თავისი ოსტატობიდან, თავისი ნიჭიდან გამომდინარე, იმდენად მარტივად შეუძლია რომ შენ იღბოს რეაქცია რომ იყოს ნიღბიანი, რომ ალბათ უფრო მაკას და ნუ მიღებულია 5 ნომრის კანდიდატურა. კანდიდატი მე 5.
მიღებულია, მადლობა. 4-იანის 1 წუთი. ხო, მოკლედ პირდაპირ დავასახელებ ჩემს ვერსიას და კანდიდატურას. მე ვფიქრობ, რომ ნიღბოსანი ამ შემთხვევაში არის ისევ იმ გადაწყვეტილებით, რომ ნომერი 3 გააგდო, ნომერი 2. 2-იანის კანდიდატურა მიღებულია, გრძელდება თქვენი დრო. კი ბატონო, გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა რასაც ვუყურებ, პირველი ვინც ამ ნაბიჯს გადადგამდა, რომ ძლიერი მოეშორებინა, ჩემი აზრით არის ნომერი 2. ბოდიში თამაშია, ვნახოთ, შეიძლება ვცდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებული მოცემულობით ყველაზე მეტად ისრები მოდის თქვენსკენ. პრინციპში ეგ არის, ამ დროისთვის მხოლოდ ამას ვფიქრობ. მადლობა. მადლობა 4-იანს. 5 ნომრის 1 წუთი, თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ კანდიდატს. ძალიან დიდი მადლობა. სხვათა შორის ახლა მე ვარ გორის თეატრის მსახიობი და იქ ვაკეთებ ესეთ სპექტაკლს გურამიშვილის შემოქმედებაზე. და ბოლოს ძალიან საინტერესო ანდერძი აქვს გურამიშვილს იქ და მე ვკითხულობ და ჩემი გამომდინარე საუბრიდან დასაწყისში რომ ვიქნებოდი ძალიან დაუნდობელი და სასტიკი და ეს აბსოლუტურად არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ვარ პირდაპირი ადამიანი, ვამზადებდი უკვე ამ ანდერძს გამომდინარე აი ზუსტად და პირველი ვინც წამოეგო ამაზე ეს არის ქალბატონი სალომე, ამიტომ მე შენ ჩემო ძვირფასო გეთანხმები და ვასახელებ სალომეს, თუმცა შემიძლია კიდევ მაქვს ეჭვი. ერთი სალომე 2 ნომერი დასახელებულია, შეგიძლიათ სხვა დაასახელოთ. შემიძლია სხვა დავასახელო? კი ბატონო. დრო. კი ბატონო, სალომე ცდილობდა ჩემს წინააღმდეგ. დრო ამოიწურა, ბოდიში. არა. გაფრთხილებას მიიღებთ. კი ბატონო, გაფრთხილების 10 წამი. ბიჭები გადაებირებინა, რომლებიც არიან ჩემები და ხმა გავიგე. თქვენ ერთი გაფრთხილება უკვე გაქვთ. მორჩა დრო. დასრულდა დრო. 6 ნომრის 1 წუთი. ძალიან რთული ნახატის სურათის ქვეშ აღმოჩნდი. არ ვიცი, მე თავშიც ავღნიშნე ის მომენტი, რომ მე ესე არგუმენტის გარეშე არავის არ დავასახელებდი და როგორ დავასახელო ახლა ან სალომე, ან მაკა, რომ ისინი არიან ნიღბის მატარებლები. ვერ დაგასახელებთ, რა ვქნა. ვერავის ვერ დავასახელებთ, ჯერჯერობით. დიდი მადლობა. 6-იანის კომენტარი გასაგებია. 7 ნომერს უნდა მოусმინოთ ახლა 7-იანის 1 წუთი. ჩემი ინტუიციით მაპატიე სალომე, მაგრამ სალომესკენ მაქვს ეჭვი, აი ინტუიციურად გამიჩნდა ეჭვი და შენ დაგასახელებ. მიღებულია 8 ნომერს უსმენთ 8 ნომრის 1 წუთი. სალომე ჯერჯერობით არ მგონია, რასაც უყურებ, არ ვიცი, შეიძლება არის კიდევაც, მაგრამ არ მგონია. აქ ძირითადად უნდა შევხედოთ იმასაც, რომ 2-ია მენიღბე და ერთმანეთთან კომუნიკაციაში აუცილებლად შევლენ რაღაც ვარიანტში, გამორიცხულია რომ არ მოხდეს ეგ. თუ სალომე იქნება თიკაც აუცილებლად იქნება, ჩემი აზრით, რაღაც ეგეთი ის მომეჩვენა ავტომ როგორც კი დაასახელა, მან რეაქცია გააკეთა. შეიძლება მომეჩვენა და სულ სხვა რეაქცია გააკეთა, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე არის. თქვენი კანდიდატურა? თქვენ რაღაც მოძრაობდით, ანუ ძალიან ვაკვირდებოდი ვინმე ხო არ მოიხსნიდა ნიღაბს ან ხმაზი ან ასე შემთხვევაში. რაღაც პატარა ხმაური გავიგე აქეთკენ და მე ბატონ გზარიზე მივალ. თქვენი კანდიდატურა 9 ნომერი მივიღეთ. 9 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, მადლობა 8 ნომერს. რა ვქნა? რაში ხა? კაისმენა ხმაური გაიგე რა ვიცი. 9 ნომრის 1 წუთი. ჩემი სიმღერიდან გამომდინარე რა. დროდან ნიღბები რო ჩამოგლიჯეს, მოგახსოვთ? ორივე რეალი ვართ აქ და ერთ-ერთ უნდა დარჩეს რა. ამიტომ ისევ თამუნას მინდა რომ თამუნა ამონაშვილი 7 ნომერი უკაცრავ. 7 ნომერი მიღებულია 7 ნომრის კანდიდატურა. მადლობა. დასახელებულები არიან 5-იანი, 2-იანი, 9 და 7. 1-იანს უნდა მოусმინოთ პირველი ნომრის 1 წუთი. მე არ მგონია სალომე, არ ვიცი რატო, უბრალოდ ჩემი ინტუიციიდან გამომდინარე და 4 ნომერმა რო დაასახელა, აი უბრალოდ
გამიკვირდა. არ ვიცი, ჯერ ვინ არის, მაგრამ უფრო 4-იანი მგონია ამ შემთხვევაში, ვიდრე 2 ნომერი. თქვენი კანდიდატურა? მოდი დავასახელოთ 4. 4-იანის კანდიდატურა მიღებულია. მაშასე, მადლობა, დასახელებულები არიან 5 ნომერი, 2 ნომერი, 9 ნომერი, 7 ნომერი და 4 ნომერი. მაშასე ზუსტად ამ თანმიმდევრობით მოგეცემათ ახლა თავის მართლების საშუალება 5 ნომრის 30 წამი. მე ვფიქრობ, რომ ასე ერთი ხელის აღებით მოდი დავასახელოთ ეს და მოდის ეს არის უსაფუძვლო, არ შეიძლება ესე. როგორც ცხოვრებაში არავინ არაფერში ყველა მართლები ვართ, ყველა პატიოსნები ვართ, დედა რა კარგია ეს ცხოვრება, მაგრამ მე მაინც მგონია დროა მოიწურა. სალომე. დროა მოიწურა, გასაგებია თქვენი პასუხი. დასახელებული არის 2 ნომერი, 2 ნომრის 30 წამი. ეთყობა ჩემმა ჩაცმულობამ დააბნია ჩემი კოლეგები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დიახ. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ თამაშიც არ ყოფილა დაწყებული და უცბად დავსახელდი მე, არ ვიცი საიდან გამომდინარე, მაგრამ მგონია, ნიღბიანი ცდილობს მოიშოროს პატიოსანი მოთამაშე, შესაბამისად მგონია, რომ აი ეს ჩემსკენ გადმომისამართება აქედან არის გამოწვეული. დროა მოიწურა. მადლობა. მაშასე, შემდეგი კანდიდატურა 9 ნომრის 30 წამი. აქტიურად შემგვერდენ ვსდოს, კაისმენა, ხრასული მოესმენთ. ყველანაირი უფლება გაქვს, რა თქმა უნდა. და რა ვიცი, პრინციპში თუ გამოიცნობთ და არ მოთხოვდებით, გენაცვალოთ ჩემი თავი. ნიღბებია. მადლობა წრიანს. ასევე 7 ნომრის 30 წამი თქვენც უნდა იმართოთ თავი. არ ვიცი, ნუგზარის ემოცია ჩემი ნიღბოსნობის თაობაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ უბრალოდ რაღაც პატარა ინტუიცია გაუჩნდა იმის, რომ შეიძლება ვიყო, მაგრამ მე ნამდვილად პატიოსანი მოქალაქე ვარ და მინდა რომ იცოდეს ნუგზარმა და აბსოლუტურად ყველამ, რომ შემიძლია დავიცვა ბოლომდე, რომ ვარ პატიოსანი მოქალაქე. უღრმესი მადლობა. 4 ნომრის 30 წამი. შევეცდებით შავოთი 30 წამში, ესე იგი სალომემ თავიდანვე დაასახელა ნომერი 5. ეგრევე თამაში არ იყო დაწყებული. პირიქით, როდესაც მე მომეცა სიტყვა, მაშინ უფრო მეტად იყო, ასე ვთქვათ, გახურებული თამაში და შესაბამისად შემეძლო უფრო მეტი არგუმენტით დამესახელებინა რომელიმე. ასე რომ, მაშინ როცა თქვენ მოგეცათ იმის შესაძლებლობა, რომ თავი გემართლებინა, თქვენ თქვით ესეთი რამე, რომ მე ვარ ნიღბოსანი, იმიტომ რომ დაგასახელეთ უცებ თქვენ. არა და თქვენ იყავით ზუსტად ის, ვინც თავიდანვე დაასახელა ყველაზე სწრაფად ნომერი 5. დროა მოიწურა. ვემზადებით ხმის მიცემის ეტაპისთვის. ახლა ერთ-ერთი თქვენგანი დატოვებს მაგიდას. მაშასე დასახელებულები არიან 5-იანი, 2-იანი, 9-იანი, 7-იანი და 4-იანი. ზუსტად ამ თანმიმდევრობით უნდა ასწიოთ ნიღაბი. თუ არც ერთ მათგანზე არ ასწევთ ნიღაბს, თქვენი ხმა ავტომატურად გადავა ბოლო დასახელებულთან, ანუ 4 ნომერთან. ანუ ნიღბის არაწევაც, ნიღბის აწევაა. ყურადღებით, იწყება ხმის მიცემის ეტაპი. ვინ ფიქრობს, რომ მაგიდან უნდა დატოვოს ნომერმა 5-მა, 2 ხმა, 2-იანმა და 8-იანმა მისცა 5-იანს ხმა. ვინ ფიქრობს, რომ მაგიდან უნდა დატოვოს 2-მა ნომერმა, 4-იანმა, 5-იანმა და 7-იანმა. მაშასე, ვინ ფიქრობს, რომ მაგიდან უნდა დატოვოს 9 ნომერმა, 0 ხმა. ვინ ფიქრობთ, რომ მაგიდან უნდა დატოვოს 7-მა ნომერმა? მხოლოდ ერთზე შეგიძლიათ ნიღბის აწევა, ანუ 5-იანის ხმა არ ითვლება. 0 ხმა და ვინ ფიქრობს, რომ მაგიდან უნდა დატოვოს 4-მა ნომერმა? 2 ხმა, 9-იანის და 1-იანის. მაშასე მაგიდას ტოვებს 3 ხმით 2 ნომერი, 2 ნომრის 30 წამი. ბოლო სიტყვა. მე არ მაქვს უფლება ვთქვა ვინ ვიყავი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემიანები გაიმარჯვებენ და მადლობა კიდევ ერთხელ თამაშისთვის და თქვენ გისურვებთ მაღალ რეიტინგს და წარმატებულ სეზონს. უღრმესი მადლობა, გავაცილოთ 2 ნომერი.
ნიღბების მეორე ღამე იწყება, კიდევ ერთი მონაწილე დატოვებს ახლა ამ ღამეს. გთხოვთ, ყველა მავიფაროთ ნიღბები. დაბნელდა. მაშასე ძალიან ყურადღებით, ძალიან ფრთხილად ახლა ნიღბიანები იხსნიან ნიღაბს და გვანიშნებენ თუ რომელ მონაწილეს დაატოვებინებენ მაგიდას. გადაწყვეტილება მიღებულია. ყველაფერი გასაგებია. ნათდება. ყველა ვიხსნით ნიღაბს. ამოდის ნათდება. მაშასე. კიდევ ერთმა მონაწილემ დატოვა. თამაში. ჩვენ ვემშვიდობებით ნომერს. მაგიდას ტოვებს ნომერი 4 ნომრის 30 წამი. ხო, ვიცოდი, სიმართლე გითხრათ, რომ მე დავტოვებდი, იმიტომ რომ ნიღბოსანმა იგრძნო თუ როგორი თამაში შემიძლია. მოკლედ, ნომერი პირველი, ჩემი აზრით, არის ნიღბოსანი. 15 წამში უბრალოდ ვერ მოასწრებ რომ თქვა რატომ პატიოსან მოქალაქეებს მიმართავ რომ კარგად აფიქრდი და ნომერი 2 მგონია რომ ასევე იყო ნიღბოსანი და კოალიციაში იყვნენ პირველი და მეორე ერთად. არ ვიცი, ჯერ ვინ არის, მაგრამ უფრო 4-იანი მგონია ამ შემთხვევაში, ვიდრე 2 ნომერი. მაგრამ მაინც იფიქრეთ ჩემს მეგობარ ნომერ 8-ზე. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. დიდი მადლობა, ვემშვიდობებით 4-იანს. აპლოდისმენტები, დიდი მადლობა საინტერესო თამაშისთვის. თამაში გრძელდება და თქვენ ახლა გაქვთ თავისუფალი 1 წუთი. დრო ჩაირთო. ანუ აი ეს სპეციალურად აკეთა 1 წამით მაფიოზმა, ხო, რომ მე გამაგდოს. ანუ სხვა კუთხით აი ზაგ გთხოვთ დამიჯერეთ ხალხო, მართლა. აი შენ არ დაგისახელები არ არის, აი შენ ერთი გითხარი, აი შენ მაგის დრო მოვადა, მინდა ზუსტად რომ მაქვს უკვე არგუმენტი. არგუმენტი მაქვს და მაგიტომაც ჩემი დრო რომ მოვიტყვი. მე მინდა რომ არ გინდათ ხალხო ეს რაღაცა ისინი, ყველას გინდათ მოგება ეხლა და გავჩერდე. დამაგებელე გუნდურიო და რომელი გუნდი ვარ ჩვენ? ანუ რაღაცა იმდენად მანდავარ. აი რაღაცა იმდენად აი რაღაცები იყო რა, რაღაცები დავიჭირე რაც არ გონია რომ არის. პატიოსანი მოყავდა. მე არ ვარ და ნუ და ჩემ დროში ვიტყვი ჩემს კანდიდატს. აი ლადო არ არის რა. ერთი ვიცი რომ ლადო არ არის. ეს იყო ზუსტად კაცმა. არ ვიცი რომ საერთო წუთი ამოიწურა. საინტერესო იყო, ვაგრძელებს წრეს და აგრძელებს 5 ნომერი. 5 ნომრის 1 წუთი. ხო, ესე იგი მე ავთოს, ანუ 4 ნომერს რატომღაც ვენდობი და მგონია რომ მისი მეგობარი და კოლეგა ქალბატონი თამარიც 7 ნომერი რაღაცა ეს მორგებული გაქვს. არა ვარ, მე ვარ პატიოსანი, ვარ პატიოსანი. 7 ნომერს გაფრთხილება. ძალიან საშიში იყო ამ დროს. თქვენი კანდიდატურა, 5-იანის კანდიდატურა. გეწყინა. არა. 5-იანის კანდიდატურა არის როიწურება. მადლობა, 6-იანის 1 წუთი. 6-იანის 1 წუთი. არა, ბოდიში. გაფრთხილება. ბოდიში. 10 წამი გაქვთ. 8 ნომრის კანდიდატურა მიღებულია 6-იანის წუთი წავიდა. ძალიან აირია ყველაფერი. აქ, მაგრამ ერთი მე ცოტა მყარი არგუმენტი მაქვს და აირია ზუსტად ამიტომ უნდა 5-იანს გაფრთხილება კიდევ ერთი. ხო. კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში ავტომატურად დატოვებთ თამაშს, ამიტომ ძალიან გთხოვთ. მაგრამ იყავი ერთ წამს ვიტყვი, ჩემ 6 უნდა წაიგო. გთხოვთ. ანუ შეიძლება გავაგრძელო. კი ბატონო, შეგიძლიათ გაგრძელოთ და თავიდან ჩაურთეთ დრო თუ შეიძლება 6-იანის 1 წუთი შეგიძლიათ დაასახელოთ კანდიდატები, რა თქმა უნდა. მე თავიდანვე აღვნიშნე ის ფაქტი არაერთხელ, რომ მე ჩემს კანდიდატურას დავასახელებ იმ შემთხვევაში, თუ მექნება მყარი არგუმენტი. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მაქვს მყარი არგუმენტი, ბატონი 9 ნომერი და რატომ? იმიტომ რომ ადამიანი არ არსებობს, რომ ეს თამაში ნათამაშები არ კონდეს და აქამდე კითხულობს გუნდია, ეს წესებს კითხულობს ამ დრომდე.
არასოდეს არ მაქვს ეს თამაში ნათამაშები, არც ვიცი წესები, არც არაფერი. და ერთ-ერთი თავდაცვის მექანიზმი აქვს ამ ადამიანს და სტრატეგია შერჩეული. ამიტომ მე ვიტყოდი რომ ჩემი კანდიდატი არის 9 ნომერი ბატონი მუხსარი, მაპატიეთ. მიღებულია 9 ნომრის კანდიდატურა, უნდა მოусმინოთ 7 ნომერს თქვენი დრო. იცით რა 9 ნომერზე ვერ დაგეთანხმებით. რატომღაც ნუგზარის რამდენადაც კარგად ვიცნობ, უყვარს ძალიან ემოციურია და ძალიან გოსლა საუბრობს, მაგრამ ნამდვილად ჩემი ინტუიცია არ პასუხობს იმას, რომ ნუგზარია. ჩემი ინტუიცია არის აი იქი. მთელი ჩემი შეგრძნებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირველი ნომერი. მადლობა, მიღებულია 8 ნომრის 1 წუთი. თქვენ თუ მენიღბეხართ საოცრად თამაშობთ, მაშინ აღფრთოვანებული ვარ. რაც შეეხება შენს არგუმენტებს ბატონი ნუგზარის მიმართ, დარწმუნებული ვარ, არ უთამაშია ეს თამაში, 100% დარწმუნებული ვარ, მაგრამ ის რაც თქვა, რომ აი ეს რაღაც ასულა წამოსვლო, მაგაში გეთახმები, შეიძლება, მაგრამ არ ამგონია, რომ ეს იმიტომ აქვს ნათქვამი, რომ არ იკითხება მასში ეს თამაშის სტრატეგია. ტიკაზე რა საკვირველია, ისე ჩემს აზრზე ვარ, მენიღბეხარ, ასე მგონია. რაღაც თავიდანვე მქონდა ეგ ეჭვები და რაღაც მე დროთა განმავლობაში გამართლდა. მაკაზეც რასაკვირველია ვიტყვი, იმიტომ რომ თავიდანვე იყო ეჭვები და მე წავიდა გაგაგდებენ, მე წავიდა ისე რომ შეატრიალა თავის სასიკეთოდ ყველაფერი და ეხლა არც არავინ ასახელებს, ესეც ამბავია ის. შენ ჯერ ვერ ამოგხსენი. თქვენი კანდიდატურა დრო. ნომერი 1. ერთიანის კანდიდატურა მიღებულია 9 ნომერს უსვამთ 9 ნომრის 1 წუთი. რომელი გავწირო ახლა ვფიქრობ. რომელი უფრო არ მიყვარს. მოდი იცი რა ვქნათ. მოდი მეც პირველს დავაწყო. პირველი ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა. ახლა უკვე პირველს უნდა მოვუსმინოთ. ისმენთ პირველი ნომრის 1 წუთი. მეც ხო შემიძლია რომ დავასახელო. რა თქმა უნდა. მე ვასახელებ ქალბატონ თამუნას. 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. დაასრულეთ. ნუ იმის თქმა რომ ხა მე არ ვარ და ნუ აი ყველა გონი ვარ და ყველა გამაგდებთ პატიოსან მოქალაქეს, ნუ რა ვიცი. ხო, ეს ესეა და თქვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო, მოიგებენ მიხოსნები ძალიან მალე და ფრთხილად იყავით. მაშასე დასახელებულები არიან 8, 9, 1 და 7. ზუსტად ამ თანმიმდევრობით მოგეცემათ დრო რომ თავი იმართლოთ. 8 ნომრის 30 წამი. პატიოსანი მოქალაქე ვარ თავიდან ბოლომდე. ნუ ვინ დამასახელა, ეგეც არ მახსოვს. ხუთიანმა. ხო, მაკამ დამასახელა, ხო? ხო, რატო არ ვიცი, მაგრამ ნუ არ კი ბატონო და ესე იყოს. მადლობა. 9 ნომრის 30 წამი, გთხოვთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რუსთავიორს. იმიტომ რომ ჩემი ასაკიდან გამომდინარე რომ მეძახიან კიდე და რაღაც ფორმაში რო ვარ და როგორიათ რომ რიგბოსანი ვარ და როგორიათ რომ ვარ პატიოსანი, მაგაშია საქმე. ისინი არ გაბრაზდები ხა, შონზო ძმარი და ყველა ბარა. მადლობა. პირველი ნომრის 30 წამი მოусმინოთ. მეც იგი როგორც უკვე აღვნიშნე, არ ვარ მე რიგბოსანი, ალბათ ნუ არ გჯერათ, მაგრამ ნუ ესეა, რატომღაც გგონიათ და ნუ დაეგეგონოთ რომ გავარდები, მერე ნახავთ დარწმუნდებით რომ წააგებთ პატიოსანი მოქალაქეები. ჩემი ბოლო სიტყვა არის თამუნა, მგონია ერთ-ერთი მიღბოსანი და მინდა რომ დაფიქრდეთ. მეორე შეიძლება მაკაც იყოს. მადლობა. 7-იანის 30 წამი და დაიწყება ხმის მიცემის ეტაპი. ნუ თავის დაცვა, ეხლა შენ ძალიან კარგად თქვი რომ ვერ დავიწყებ, იცით, მე ძალიან პატიოსანი ვარ. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. რეალურ საუბრობ. არა. უბრალოდ ჩემი ინტუიცია ნომერი პირველი ძალიან თავის დაცვა, ვთქვათ. ცოტა ჩუმად ყოფნა. ნუ აი რაღაცნაირად დრო ამოიწურა. იწყება ხმის მიცემის ეტაპი. ყველა თქვენთაგანს გაქვთ, რა თქმა უნდა, ხმის მიცემის საშუალება. მაშასე შემდეგი თანმიმდევრობით 8, 9, 1, 7. ამ თანმიმდევრობით უნდა ასწიოთ ხელი. მაშასე
ვინ ფიქრობს რომ მაგიდა უნდა დატოვოს 8 ნომერმა? ერთი ხმა. მაშასე ვინ ფიქრობს რომ მაგიდა უნდა დატოვოს 9 ნომერმა? ერთი ხმა. მაშასე ვინ ფიქრობს რომ მაგიდა უნდა დატოვოს 1 ნომერმა? პირველმა ნომერმა 3 ხმა და მე მგონი გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, არც ერთი ხმა არ დარჩა 7 ნომერს და პირველ ნომერს ვემშვიდობებით, პირველი ნომრის 30 წამი. ბოლო სიტყვა. ძალიან კარგი იყო, ძალიან მისიამოვნე თამაშით. ნუ კიდევ მინდოდა ცოტა ხანი, მაგრამ ვინ გაცადა. წარმატებებს უსურვებ პატიოსან მოქალაქეებს. დიდი მადლობა, ვემშვიდობებით თიგას და იწყება ნიღბების ღამე. მაშასე ყველა ავიფაროთ. ღამდება. ძალიან ფრთხილად. ნიღბიანები გვანიშნებენ თუ რომელი წევრი დატოვებს მაგიდას. ძალიან ფრთხილად ნიღბოსანი გვანიშნებს თუ რომელი წევრი დატოვებს მაგიდას. მაშასე თენდება. მაგრამ ყველასთვის არ თენდება. მაგიდას ტოვებს ნომერი მაგიდას ტოვებს ნომერი 6-იანის 30 წამი. მე საფრთხეს წარმოვადგენდი აშკარად და მომიშორა ლოგიკურია. მე ჩემი სიტყვა არის ბოლოს დავტოვებ იმას რომ 9 ნომერი არის ძალიან სერიოზული მაფიოზი. მადლობა. თქვენი კანდიდატურა ტოვებთ მაგიდას რომ არის 9 ნომერი. მადლობა, ვემშვიდობებით 6-იანს, დიდი მადლობა, თქვენ კი გაქვთ საერთო ერთი წუთი შეგიძლიათ ყველამ გამოთქვა თქვენი აზრი. ნახე, ერთადერთი ბატონო გზა. ნახე, შონზო ძმა არ ეწყინებაო რა, გახსოვს ეგ სიტყვები თქვა. შონზო ძმა არ ეწყინება. რა გააგდეს იმის მაგარი უჩვენო, ხო? მე ვარ გამიგია შონზო, გააგდო აი მარა. აი, ყურა გოდია რომ შონზო სტატუსი რაღაცა არაწიმა. ვიხლა. ნახე თან არ დაგავიწყდეთ რომ შეიძლება ერთი მენიღბია დარჩენილი და ერთი გავაგდეთ უკვე. მე ესე მგონია, იმიტომ რომ ერთი ერთხელ თქვა რომ მენიღბემო და მერე შეცვალა მენიღბეებმა მრავლობიჩი თქვა წამყვანმა, მაგრამ მენიღბემ ესე თქვა გვაჩვენოსო და გამოიჭერა ძალიან ბევრს მადლობა. იმიტომ რომ მგონია უმრიცარი აგერ არის. გაიგე? ყვაწილო რატო საუბრო? ბიჭო, აბა ვიღაცა ყოვნა ილაპარაკოს. გაიგე რა. რა გააგდი აქ 4 ის გაქვს რა ქვია უკვე თითქმის მე ვლაპარაკო. ბიჭო, რამდენჯერ ვიდოდა ანდერძი მაქვს მომზადებული. ანდერძი ხო და აი გაბელიას გახედა, გაბელი. დროა მოიწურა. მინდა გითხრათ რომ რო იყოს დარჩენილი 2 მენიღბე, რა თქმა უნდა თამაში დასრულებული იქნებოდა. მაშასე იხსნება წრე, მაგიდას ცნის 7 ნომრის 1 წუთი. ისე რა არგუმენტი არ მაქვს. ცოტა ლუგზარზე ვეჭვობ, მაგრამ ბოლომდე ვერ თანხმდები ჩემს ინტუიციასთან. მაკადა უარს ვამბობ, სიტყვას ვერ ვიტყვი თქვენზე. არასახელებ კანდიდატს. არ ვასახელებ კანდიდატს. გასაგებია. მადლობა. 8 ნომრის 1 წუთი. როგორც აღნიშნე თავიდან, ბატონი ნუგზარი მგონია, სულ თავიდანვე ეს თქვი. იღებულია 9 ნომრის კანდიდატურა. რანაირად, მაგრამ ნუ ესე მგონია. დაასრულეთ, მადლობა. 9 ნომრის 1 წუთი. თქვენი კანდიდატურა. 4 დავჭით, ხო პირდაპირ დავასახელო ხო შეიძლება. დიახ, მე შეგიძლიათ. მგონი არ ეწყინება ხა ჩემი ძალახობლის ახლობელია და მოგლეთ მე ვიზახი 8 ნომერი. კი ბატონო, მადლობა. 5 ნომრის 1 წუთი. საოცრებაა, ესე იგი ეს ასახელებს, მოკლედ, ორივე ერთმანეთს კარგად იცნობთ, მაგრამ ერთი ასახელებთ, მეორე არის საოცარი არეულობა. დიახ. მე მაინც გამოვრიცხე რატომღაც თამუნა. ბატონო ნუგზარ, თქვენ ხომ არ ბრძანდებით ნიღბოსანი? არაფერი ამაში ცუდი არ არის. არ ჩაერთოთ გაფრთხილებას მიიღებ. ყველაფერი კარგად იქნება მაინც, მაგრამ ხო, რატომღაც თქვენ გასახელებთ. 9 ნომერს ვასახელებ. მიღებულია 9 ნომრის კანდიდატურა.
დასახელებულები არიან 9-იანი და 8 ნომერი. ზუსტად ამ თანმიმდევრობით მოგეცემათ თავის მართლების საშუალება 9 ნომრის 30 წამი. აბსოლუტურად არ ვიმართლებ თავს. და ვიმეორებ იგივეს მაინც. იმიტომ რომ თამაში მშვენიერია, გავერთე, დიდი მადლობა. შალიკაშვილის ჯინაზე 9-ჯერ ვიტყვი მადლობას. ძალიან მიყვარს მისი ლექსები და ბოლოს ლექსით თუ გამაცილებს, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები და ჩემო საყვარელ ადამიანს. ალი გზებიც დამილოცნია. დაივიწყერათ შენთვის მიკოცი. მადლობა, მიღებულია 8 ნომრის 30 წამი. ხო, მე თავისთავად არ ვარ, ძალიან მარტივია თუ ვინ არის მენიღბე, მე პირდაპირ მგონი ახლა თავიდანვე ვთქვი და ესეც არის და თუ რა ვიცი, ამის შემდეგ სავარაუდოდ მორჩებით თამაშს. დავიმარჯვებთ პატიოსანი მოქალაქეები. არა, მენიღბე რომ ვიყო, კიდე ერთი კაცი უნდა იყოს გასაგდები, ასე რომ პატიოსანი მოქალაქეები, ძალიან მარტივია. ნუ ჩავერევით საუბარში, კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში დატოვებთ თამაშს და ჯერჯერობით ეს მოქმედეს ისე ეს წესი. გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. მაშასე დასახელებულები არიან 9 ნომერი და 8 ნომერი. უნდა გადაწყვიტოთ რომელი მათგანი დატოვებს მაგიდას. ვინ ფიქრობს რომ მაგიდა უნდა დატოვოს ნომერმა 9, 2 ხმა, 3 ხმა. ნომერი 9 ტოვებს თამაშს 30 წამი და ბოლოს სიტყვა მისი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ესე იგი საყვარელი ეხლა ვარ, ხო? გამაგდეთ, ხო? არა, გამაგდეთ კი, გამაძევეთ. მოკლედ, პატიოსნებო. გილოცავთ. ბრავალს დაესწარით და გილოცავთ. პატიოსნება მოიგეს თამაში 9-იანი და 2-იანი. 9-იანი და 2-იანი იყვნენ. იყვიანები პატიოსნებს გულოცავ გამარჯვებას. პატიოსანი მოქალაქეები მიიღებთ საჩუქრებს გულებისგან. შესანიშნავი თამაში იყო, ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. აუ თავიდან ხო გავართ ეგრევე. ჩხმაურობდა რა აშკარა. ეს და მეორე. ეს და